მიკელ ოიარსაბალი. საურის იჩუმეა რა. ხო. აი ხა ხმაურდებია. აბა, ოიარსაბალი თუ ვერ ბრუგენი. ოიარსაბალი. 1-0 ესპანეთი გადის წინ მერვე წუთზე. ძალიან მარტივად. დაბალი ბურთი გაუშვა, გამოზომილი ზუსტი და მიკელ ოიარსაბალი. სკოლით დაწინაურდა ესპანეთის ნაკრები. აი ეს იყო ყურადღებობა, თქოს არ ელოდნენ რომ ასე სწრაფ ტემპში შეუდებდნენ მასპინძლები, მაიკიდეს პენალტი და ვაუ. ისევე როგორც პირველ შეხვედრაში ესპანეთი აქაც დაწინაურდა. და ისევე როგორც პირველ შეხვედრაში აქაც მატჩის დებიუტში გააკეთა ეს. მე-9 წუთზე გაიტანეს ნიდერლანდებში, აქ უფრო ნაკლები დრო დაჭირდა, რომელი წუთია? ხო, არის მე-9 წუთი ზუსტად 1-1-ში. ლენორმანი ყოფილა. იყო ჯარი. იგავს. რა ჯარი? აქედან არაფერი არ გამოჩნდა კაგნონ. და წესების დარღვევის მემფის დეპაი პენალტს გატანა უნდა. არ დაგვავიწყდეს, მემფის რამდენი გოლი აქვს? ჩამორჩება, ვამპერსის ჩამორჩება. დიდებულად შესრულებული 11 მეტრიანი 1-1 2 მატჩი ჯამში 3-3. მემფის დეპაის 47 გოლი და ახლა უკვე 3 ბურთი ჩამორჩება ის რობინ ვამპერსის. თელს 3-ია, ну გაუსრებს ვამპერსის. და გახდება აუცილებლად ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. აუ რა გაარტყა. საუბრებელი. საიუბილეო მეასე შეხვედრას ატარებს ხოჭერის მემფის დეპაი. კარგავ ბურთს და ხო შანსი მასპინძლებს. ბასი. რა მაგარია ვილიამსი და იქი დაუყორია შენი. თავად შეიძლება დაგვიგვინოს ვაიმე რა მაგარია. ეგაიტანა 2-1 რა შეტევა დაგვირგვინა ესპანეთის ნაკრებმა. იქო ვილიამსი რეები ჩაატარა საერთოდ. დიდეს სტალას აქვს აქ. პასიც აუცარი იყო. ბევრი რომ არ ელოდა ისეთი და საბოლოოდ დუბლი გაიფორმა მიკელ ოიარსაბალმა. 2-1 ისევ წინ არის ესპანეთის ნაკრები. მაშინ როდესაც თითქოს უკვე ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ, რომ წავედუტევდნენ, აი ეს არის ესპანეთის ნაკრების ზალა და ამ ახალი თაობის ზალა. ვანჰეკე გაიყვავა, პასი ისე დროს გააკეთა, როდესაც ჯერ თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო ოიარსაბალი. მეორე მცდელობით უკვე შეაგდო მიკელმა. თავით ხო? ერგენმა დღეს მაგარი ბურთი ავიღო ხო? დაეკნა მე ვერაფერს იზამ. ვერც ძველი მანიკე იზამდა ვერაფერს ისეთი ასკლეტა ქონდა ვურც რომ იდეალური იყო ეს ყველაფერი ოიარსაბალისთვის. ეს პასიც გავიდა. და ეს კი იყო არაზუსტი, მაგრამ დარჩა ბურთი ნიდერლანდებს ისე. სიმონსი გადაცემა საჭარიმოში დათხმა! 2-2. რა დააჭექა სადებიუტო შეხვედრაში. ჯარიმა თუ არ იყო? არა, აქ არაფერი არ არის. აქაც არ ამბობ. ალბათ არა, ხო. არტყმა ისეთი იყო, რომ არანაირი შანსი უნაი სიმონს არ ქონდა. აუ რა კარგი პასი გადის იამალი. პასი იამალიმ და დაასრულა კიდეც. ამას ელოდებოდა ესპანეთი. ირადად იამალი ელოდა ამ შანსს და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელი. თამაშგარე წესი. არის. აი ეს ფინგ-პონგი თუ იყო ჩარჩერილი თორე. და 60 მეტრი მომენტი. შესრულება ფანტასტიკა. ნუ ჯერ როგორ მიიღო. ინტიმერი. და ყველაფერი იყო მაგრამ.
სიმოსმა მოიპოვა პენალტი, რაზეა საუბარი 100%-იანი 11 მეტრიანი. სიმოსის გამორბენი, მანაც შეაგდო 3-3. საკიჟეთი მესამედ გაათანაბრა ნიდერლანდების ნაკრება ანგარიში. ავად სიმოსისთვის მეორე გოლი ერთა ლიგაზე. ეს საოცარი ორმაჩიანი დუელი გრძელდება და ეხლა უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პენალტების სერიისკენ. ნუ ესეც აუღებელთა კატეგორიიდან იყო. ძალიან კუთხეა, ხო? იწევა ეს მაგრამ ფავორიტად მაინც ესპანეთი მიიჩნეოდა ეს მერვარებში. რასაც გამოკრა ხელი ნიდერლანდებმა, კი ბატონო, აქ არის. არ დაგვაუწეს რომ ფინალი აქვს ნათამაშები პორტუგალიასთან დამარცხდა და ავა ახლა მზადება პენალტებისთვის. სავარაუდო სია წინასწარ იქნებოდა ჩამოწერილი. ზუმალე შესრულდება 11 მეტრიანები. მაშასე ვირჯილ ვან დაიკი დაიწყებს. გაიტანა, მაგრამ წვალებით. პირდაპირ თქვა, შეეხო უნაი სიმონი ბურთს. ზედმეტად ძლიერი იყო. დაწინაურდა ნიდერლანდების ნაკრები. ისეთი დაარტყა, რომ შეიტანა მაგრა ხელი. კარგი დარტყმული რო არ იყო ფაქტია ეს, მაგრამ გაუმართლა. ჯილს აკეთ მიკელ მერინო. ეს მომდა სამი პენალტი გაუშვა. ნო მარტივად იდეალური. 1-1. თუ საერთო ანგარიში ვთქვათ, უფრო ეს რისხანად შეღებს. 6-6 შეგვიძლია. ძალიან კმაყოფილი. ერთ-ერთი კარგი შემსრულებელი ის კოპ მაინასი. სტანდარტების ზოგადად და მათ შორის პენალტების. ეს არის ნიშნავს პენალტების სერიაში, ვიცით. არაერთი. ისაც გაუწუდებია. დაარტყა, აქაც შეეხო ბურთს. უნაი სიმონი, მაგრამ კოპ მაინერსმა გაიტანა. ვაკრა დააკვდა. აქ იღბალმა უმტყუნა. ელებს ქვევით გაუძვრა. კომანებიც ბედნიერები არიან. ძალიან ტორესის ჩემპიონი მოვიდა. ეს საკეთებს ორგულგენი ნერვოსუშლის. აბა არისკო პენალტი, მაგრამ ზუსტი 2-7. ნეგრევს გქონდა. ვაკაც იგივე, ხო? რაც უნდა ისინოს დაემართა წინა პენალტის დროს. უცრავ ბურთი ვერბრუგენს. ჩავი სიმონსი, ერთი უკვე გაიტანა. სულ ცოტა ხნის წინ ახლა მეორე 11 მეტრიანი შესასრულებლად ემზადება. იმილი ყველა ხასიათზეა. სახეზე. ხალხ სერიოზულად არ უდგებიან. ვიღაც არ იქნება ბედნიერი უკვე. და სიმოსი პაუზა იყო, მაგრამ იმდენად ზუსტად დაარტყა, რომ აქ ვერანაირი ნახტომიც ვერ უშველი და გეთახა. ესპანეთის ნაკრებს.
აუ რა და მართლა ბილიარდი რუიჩვიდი მაგარი რაღაც არშველის საკეც მაგაში ალეშ გარსია სადღაც მოუშალოს ნერვები კაც რაღაც მოძრაობებს აკეთებს ვერბრუგენი გარსიას დარტყმა გაიტანა გამოიცნო მაგრამ დაახლოებით იგივე პენალტი გაუშვა რაც წინა 8-8 ისევ თანაფარდობა იყო ზუსტად ნოალანგის სტარტმა მოხდა ხარიხას შანსი ახლა ესპანეთს რომ დაწინაურდეს ინტერესო ვინ მივაბურთან ძალიან ძლიერი დარტყმა მაგრამ არა ზუსტი გამოდგა ჯამალი მიდის ბურთთან ისე ვიქით ეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ას ნახტომიკით არ უარგა ლუგენს ძალიან დარტყმა ჯამალის იმდენად ცუდი რომ უთი დააფიქსირა ბრუგენმა არ უნდა დაერტყა რა რაც დაღლილი იყო და ეს რა არის საერთოდ ძალიან ცუდი შესრულება ჩვენ წლის ბურთელისგან 8-8 ძალაშია ერთი ბურთი არ უნდა იყოს უნაისიმონმა ჯერ პენალტი არ აუღია კენეთ ტეილორი სიცრულებაზე გამოსული ძალიან მაგრად შეასრულა მოატყუა მეკარე 9-8 ახლა ვერბრუგენ შეუძლია რომ გახდეს გმირი სააცრად დახედა გეხებთ ყველაზე უდროო დროს რა რასელოდება ალექს ვაინაზე კი ვთქვი რომ ძალიან კარგად ასრულებს ხო პენალტებს მაგრამ მაგისთვის შემოვიდა საკეთებს ლა ლიგაში ხო ასეთი მნიშვნელოვანი 11 მეტრიანი ალექს ვაინას შეიძლება არც ქონდეს სტარტინგი აინა გაიტანა გრძელდება დრამა გრძელდება დათმობა არ უნდა არავის ესეც გამოუცნობს მაგრამ ძალიან ზუსტი დარტყმა იყო და ძალიან ძლიერი ახლა ვინ დაარტყმს მალენი წავა უნდა ისიმონი რომ ცოტა ნერვები მოუშალოს არა მალევე დაბრუნდა უკან გამაყურებელი სტოენა ისევ მალენის დარტყმა უნდა ისიმონმაც აიღო პენალტი როგორც იქნა ემგონი ვერ ვეღირსებით ნიდერლანდებს ჯგუფში ახლოს არის ძალიან ახლოს არის უკვე ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალთან ესე ცუდი დარტყმა იყო ნამდვილად ემგონი პედრის კანდირება
კი, ასეა. პედრი ასრულებს უმნიშვნელოვანეს 11 მეტრიანს. გაიტანს და ესპანეთი გადის ნახევარფინალში და მოდის ჩვენთან ჯგუფში. ისევ. დაარტყა პედრი, გაიტანა ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალშია. ეს ორმაჩიანი დრამა დასასრულს მიუახლოვდა. როგორც იქნა. გავიდნენ. ტრაგედია რა თქმა უნდა ეს ნიდერლანდების ნაკრებისთვის არ არის. ყველა ვარიანტში ქება მათ სამჯერ დაბრუნდნენ დღევანდელ შეხვედრაში, სამჯერ მოახერხეს გათანაბრება, უბრალოდ 11 მეტრიანების სერიაში უკეთესი გამოდგა ესპანეთი.